რა განსხვავებაა coaching-ს, თერაპიასა და მენტორობას შორის? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ განსხვავება ამ სამ მიმართულებას შორის, იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოცდილებით ქართველ კლიენტებთან ურთიერთობისას მათ აქვთ მოლოდინი მენტორობის ან თერაპიის და შედეგად ხელში რჩებათ ხოლმე coach-ი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტა ეს ვიდეო ჩამეწერა და რაღაცნაირად მარტივად ამეხსნა რა მოლოდინები უნდა გქონდეს. მენტორობა და ესე ვთქვათ, მენტორინგი არის ისეთი ურთიერთობა კლიენტსა და მენტორს შორის, სადაც მენტორი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რეკომენდაციებს, აზრებს, რჩევებს, მიმართულებას, სტრატეგიას უზიარებს კლიენტს და ძირითადად ეს ხდება ხოლმე ისეთ გარემოში, სადაც დაახლოებით ნახევარი ან ნახევარზე მეტი მენტორი საუბრობს. თერაპია ძირითადად მუშაობს წარსულ ტრავმებზე და ზოგადად წარსულზე. წარსულში არ გულისხმობ მაინც და მაინც ბავშვობას, ეს შეიძლება იყოს დღევანდელი ტრავმაც კი, მაგრამ რადგან ჩვენ აწმყოში ვართ, ეს უკვე არის წარსული. და მესამე მიმართულება, რომელშიც ვარ მე, ეს არის coaching-ი და საერთაშორისო coaching-ის ფედერაციის განმარტების მიხედვით, coaching-ი არის coach-სა და კლიენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა, სადაც კლიენტი არის კლიენტი და coach-ი არის პარტნიორი იმ პროცესში, რომ კლიენტმა თავად გაიკულიოს გზა, თავად იპოვოს პასუხები, აღმოაჩინოს შინაგანი პოტენციალი, დაიჯეროს საკუთარი თავის. რომ შევაჯამო, coach-ი არ არის ადამიანი, რომელიც მოგცემს რჩევას, რეკომენდაციას თქვენი ნებართვის გარეშე და გამონაკლისს შემთხვევაში თუ ნებართვა იქნება და თქვენი თხოვნა შეიძლება რომ გაგიზიაროთ მისი აზრი, მაგრამ ზოგადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ მიხვიდეთ იმ შედეგამდე, რა შედეგით გინდა რომ დადგეს თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ, ყურადღებით იყავით, როცა მიმართავთ coach-ს, მენტორობა გინდათ თუ თერაპია, იმიტომ რომ coach-ებს არ შეუძლიათ, რომ მაგალითად ჩაგიტაროთ თერაპია, თუ ასევე არ არიან ლიცენზირებული ფსიქოლოგები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი გვერდი.